გამარჯობათ მეგობრებო, დღეს იქნება ჩემთვის ყველაზე მაგარი ვიდეო, რადგან გვეყოლება 3 უსაყვარლესი სტუმარი. დღეს მართლა ძალიან მაგარი ვიდეო გვექნება, იმიტომ რომ როგორც გთხოვეთ, მარტო მე და მართა კი არ ვიქნებით ვიდეოში. არამედ გვეყოლება 3 სტუმარი, რომლებსაც ძალიან მალე ნახავთ. მაქამდე შევახსენოთ ჩვენი შავი ყუთი მეგობრებს. სულ ცოტა დაგვრჩა, რომ 50000-ნი გავხდეთ და ეს შავი ყუთი გავხსნათ და ვნახოთ თუ რომელი იდეა დევს ამ შავ ყუთში და რომელი ვიდეო უნდა გადავიღოთ და ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა. აყვარელი. გინდა ვიდეოში რო იყო? კი. შენ ჩვენი გამომწერი ხარ? კი. მართლა? აი ჩვენი გამომწერი მოვიდა ეხლა და ვიდეოს გადაიღებ ჩვენთან ერთად. კარგი იყავ შენც და საერთოდ ვიდეოს გადაღების პროცესში თუ რომელიმე ჩვენი გამომწერი შეგხვდებით, შეგიძლიათ მოხვიდეთ და ერთად გადავიღოთ ვიდეო. ძალიან მაინტერესებს მეგობრებო, თუ აი ამ შავ ყუთში რა დევს, ამიტომაც აუცილებლად გამოგვიწერეთ, რომ მალე ვნახოთ და თქვენც ნახოთ თუ აი ამ ყუთში რა დევს. კი ბატონო და ახლა გადავიდეთ კომენტარებზე, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე გამორჩეული იყო და დავიწყოთ მართა, კარგი? კარგი. პირველი გამარჯვებული კომენტარი. კარგი იქნება თუ ლოგებსაც გადაიღებთ ხოლმე. ვინც მეთანხმება ლაიკი ამ კომს. კი, აუცილებლად გადავიღებთ ლოგებს და კონკრეტულად გადავიღებთ ჩემი და მართას დაბადების დღეზე 22 თებერვალს და აუცილებლად დავდებთ. მოკლედ მეორე კომენტარი დაგვიწერა ნატალიმ. მანანა და მართა ისე ძალიან მიყვარხართ, რომ არ შემიძლია რომ არ ვუყუროთ თქვენს ვიდეოებს. ერთ ჩემას მოგცემთ. ძალიან კარგი იქნება რომ ლოგები გადაიღოთ. ძალიან კარგი იქნება, ოღონდ გთხოვთ ეს ვიდეოებში სხვებიც რომ გამოაჩინოთ. ეს უფრო მინდა ვიდრე ჩემი კომენტარის გამარჯვებაო და შენმა კომენტარმა გაიმარჯვა და სხვები გვეყოლება. ძალიან მალე იხილავთ ვიდეოში. და მესამე გამარჯვებული კომენტარი დაგვიწერა ეთომ. ძალიან მიყვარხართ, სულ გიყურებთ, შემიძლია ერთ ვიდეოს ვუყურო 10 ჯერ, მართლა ძალიან მიყვარხართ. თქვენი უდიდესი ფანი ვარ, გთხოვთ მომახვედრე. აი სიხავრისგან ცას ვეწევი, ისე გამიხარდება. მიყვარხართ ძალიან მანანა და მართა. ძალიან მიყვარხართ, მე მარიამი მქვია, უბრალოდ სხვა სახელი მაწერია. ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ წარმატებები ყველგან. მარიამ, შენმა კომენტარმა გაიმარჯვა და ეს იყო გამარჯვებული კომენტარები. ჩვენი სტუმრები მოუთმენლად ელოდებიან თუ როდის შემოვლენ ვიდეოში და როდის გაგიცნობენ, ამიტომაც 1 2 3. გამარჯობა მეგობრებო. გამარჯობა. რა საყვარელია ცუდა. დაჩი შენც მესამე? გამარჯობა. დაჩი ფეხბურთელია, რო იცოდეთ. მეგობრებო, აი ესენი არიან ჩვენი სტუმრები და ახლა ვკითხავ, საერთოდ ვინ არიან? და რა უნდათ აქ? შენ ვინ ხარ? ანანო. ვაუ, შენ ვინ ხარ? ნიტა. და შენ ვინ ხარ? დაჩი გვიშვილი. ანანო, რამდენი წლის ხარ? 6-ის. შენ რამდენი წლის ხარ? 5-ის. დაჩი შენ? 9. და რა გინდათ ამ ვიდეოში? შედიდან დამბადეში. მანანა და მართამ დაგპატიმრა. ნიტა, ანანო და დაჩი არიან ჩვენი ბიძაშვილები, რომლებთან ერთად დღეს გადავიღებთ ძალიან საინტერესო ვიდეოს. მათ დაუსვამთ მრავალ სახალისო კითხვას და შემდეგ პარკის ტერიტორიაზე, ახლა სადაც ვიმყოფებით, უნდა დავმალოთ შოკოლადები და ძალიან საინტერესო რაღაცები და მართა, დაჩი, ანანო და ნიტა ეცდებიან რომ ეს შოკოლადები იპოვონ და არა მარტო იპოვონ, ასევე სხვებსაც დაურიგონ. ამიტომ გონი ძალიან საინტერესო ვიდეო გამოვა, ხო? მოდი. ფეხები არიან. თუ იმპოვეთ უნდა გავხსნათ ბუსკვერცხი? კი. კი, უნდა გახსნათ. მე დავიშვილი. დავიწყოთ? კი. ესეთი თამაშის იდეა მაქვს. ლიგლიგობით უნდა გამოვიდეთ და გავაკეთოთ ჩვენი საყვარელი ცეკვის მოძრაობა და შემდეგ ყველამ უნდა გავიმეოროთ. კაი, მოდით მე დავიწყებ მაშინ. ეს იყოს. ფაი. დაჩი ახლა შენი ჯერია. ო. დავაკეთებ გოდი. ნიტა ახლა შენი ჯერია. აი თუ მე ვიზავ, მე ვიცი. იდი ყველა მაგარი. Wait, the fast man. Wait. I love you. Wait. The wait.
მაგრამ ეხლა ყველა სათავად კითხვებს დაგისვამთ. მოდი პირველი კითხვა იყოს, რო გაიზრდები ვინგი და რო გამოხვიდე? სტილისტი. ვაიმე, ვის უნდა შეჭერა თქვა? რავი, ნებისმიერი. მის შემჭრი? თუ გინდა შეგჭრი. სხვათა შორის მე რომ აი დაახლოებით 7-6 წლის ვიყავი, აი აქ ესე შევიჭერით ვა. ანუ შევკასავით ვიდეო და ესე რაღაცა ლავაზე და გამომივიდა ესე მქონდა, ანუ აი ესე იყო გამოწეული რა და ხომ გაგეზარდა. კი, გამეზარდა კიდევ აი ესენი შევიჭერი. არ ვიცი, ამბობდნენ რომ რაღაც ლავაზე იქნება უფრო რაღაცებია და ნუ შევიჭერი და ეხლა აღარ მეზრდება. ჩემ და მოიჭეროთ მე. აი აქ და აი აქ ისე აი აქ. მოუხდა ეგრე შეჭრილი. ჯერ მოხდა. აი მოდი მითხარი გაქვს თუ არა რამე საიდუმლო. საიდუმლო მაქვს რომ ნებას თუნდაც საკლასიკოებს მისმა ხოლმე. რატო? როდის ისე სახში რო არ არის? არა ხან სამუშაოზე როა ხოლმე და ხან სხვა ოთახში როა. აი მე რამდენს როგორ ისკავ, მე არ გავრისკავდი ეგრე. ლოგინზე ავზები ხოლმე და ისე ვისწავ. და რომ შემოგისწროს? რო შემომისწროს ეგრევე ვდებ ხოლმე და გავდივარ. და ვითომ არაფერი დამიშალებია. და ვერ ხდება ხოლმე? ჯერ ამბობს შედაირე ჩემს ეკსკებებიო და მეუნები არა. არა, კაცო, როგორ მე ბუშენდრე მე როგორი ფიქრებ. სხვა შორის დაბადების დღე გვშვენს ბებოს და მოდით ვიდეოთი მიულოცოთ. რა ლამაზი დღეა, რა ნათელი ბზეა, იმიტომ რომ დღეს ბებოს დაბადების დღეა. გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ. კარგით, ახლა კი დავსვამ დაჩის კითხვებს. კარგი, პირველი კითხვა იყოს ის, რომ გაქვს თუ არა საიდუმლო? საიდუმლო მაქვს კი. ყოლობა რომ მქონდა ვიდეოი და ფულს ვიღებდი ხოლმე. აიმე, რამდენს იღებდი ხოლმე? ლარს. ყოველ დღე? არა. და მე ვინმე ხო არ გაიგოე? არა. არავის არ გონია. ხოდა ახლა გაიგებ და ფრთხილად იყავ. კარგით, სერი. და რო გაიზრდები ვინგი და რომ გამოხვიდე? ფეხბურთელი? ვა, ძალიან მაგარია. რომელ გუნდში გინდა ითამაშო? საქართველოში. და ქართველი ფეხბურთელებიდან ვინ მოგწონს ყველაზე მეტად? კვარაცხელია, მამარდაშვილი და ბუდო ზუჯუბაძე. შენ გითხარი შენ ერთი საიდუმლო ჩემი. ჩემი საიდუმლო. ვაიმე, და შეიძლება რა თქვა შეიძლება ბალა ეხლა უნდა ჩხუბოს. მაგრამ აიც ვიტყვი. როცა გასული არის ხოლმე, ხანდახან ვის რაღაც ნივთებს ვიღებ ხოლმე, ათვალიერებ, რაღაცებს ვამბობ, რაღაცებს ვაკეთებ და რა შემოგისწროს მე რა შვები ხოლმე. არ არის ხოლმე სახლში და მაშინ. და კიდევ აი რომ მოდის ხოლმე, ოთახს ვალგებ ხოლმე მაშინ ჯერ. აი რომ შემოვადა, აი რომ შემოვა ხოლმე სახლში, ვეუბნები რომ არ შემოხვიდე სახლანი, შევალ ოთახში, კარები ჩავკეტავ და მე ვიწყებ დაგებას ყველაფრის. კაი, ეხლა შეჯერია ვიგი და რომ გამოხვიდე, როცა გაიჯერდები? ხატვარი. მართლა? რა უნდა დახატო? რამე. ეჭვნა და ვხატო ფეხბურთელი რო იქნება. და მე დავხატავ რომ ვიცი ყვაებ. კაი, ახლა საიდუმლო გითხარი. დედა და ბებოს ტელეფონს არავ ხოლმე და მამას. რანაირად არიციან? მე ვყიდავ. და მე სადმე და ვიმალები ხოლმე. და მე ძიბლა რომ დაიწყო ტელეფონების რას გააკეთე? დადე ბრავო, სადმე? და გავიქცევადი. და შენ ვიგიდოდა რომ გამოსულიყავი ბავშვობაში? მე მინდოდა რომ გამოსულიყავი მომღერალი სხვათა შორის ბავშვობაში და მინდოდა რომ ესე სცენაზე გამოსულიყავი და მემღერა, მაგრამ არასდროს არ არის გვიან და მგონია რომ დადგება ეგ დრო როცა ვიმღერებ. ნუ იმის მიხედავად რომ ეხლა არ უმღერი კარგად. რატო? ვერე. არა, რას უმღერი? ანუ არ მივარჯიში არასდროს. არა, როგორ არის ცოტა ხანი დავდიოდი მუსიკაზე. თუმცა ეხლა ვერ შევედრევი ადამიანებს, რომლებიც რა მთელი ცხოვრება მღერიან და მართლა ძალიან კარგად მღერიან, მაგრამ მგონია რომ მაინც ვიმღერებ სცენაზე. აი რა ეგრე მგონია.
და რაც გგონია კიდე ეგ მოხდება რა, დიდი შანსია რომ მოხდეს. შენ სიმღერას? კი, ჩემ სიმღერას. ვაუ. კარგი და შენი საიდუმლო გითხარი, აბა ბავშვობაში რა ქონდა? ბავშვობაში ხანდახან სკოლას ვაცდენდი ხოლმე რა დაირა? და ვიგონებდი ხოლმე რაღაც წყვილებს, დედას ვეუბნებოდი ხოლმე რომ დედას ვეუბნებოდი ხოლმე რომ მუცელი მტკივა, თავი მტკივა თქო და სკოლაში არ მივდიოდი. და ალბათ ეგ არის საიდუმლო. მე რომ გავიზარდე, ვუთხარი რომ მეთქი დედა ყველაფერს გატყუებდი რომ გეგონა რომ რაღაცები მტკიო და სრულიად ჯანსაღი ვარ თქო. მაგრამ სხვა შორს იცვისი რომ გონი გელაც ეგრეუბნებოდა დედას, მაგრამ არასდროს არ უჯერებდა. კი და ჩვენ და ხოლმე ყავს სკოლაში. ჩვენი ძმა გელაც ატყუებდა, მაგრამ დედჩემს არ სჯეროდა არასდროს. გელასი, მაგრამ მე მიჯერებდა რატომ ვიღაც არ ვიცი, მე ეთყობა ძალიან კარგად ვიტყუებოდი. მაგრამ არ შეიძლება ტყუილი მეგობრებო. ნუ ხარ როცა მართლა ძალიან გეზარებ. შეიძლება ერთ. შენ მოგიტყუებია? არა. არა? არა. ანუ ეგრე არ მოგიტყუებია, რომ ცუდად ვარ. იმიტომ რომ აიცადო მიხვდებოდი ეგრევე. მე ყველაფერს ხვდები და აი რომ მომატყუოს ეგრევე მივხვდები. და ურჩევნია არ მომატყუოს. მოკლედ მეგობრებო, კითხების დასმა დამთავრდა უკვე და ეხლა კი გადავიდეთ ყველაზე საინტერესოზე. ეხლა მანენა უნდა დამალოს რაღაცეები და ჩვენ უნდა ვიპოვოთ. და ძალიან ხარია. და მაინტერესებს რაც დავალავს თან. რა საჩუქრებს რაღაცებს. აი ამ პარკში მაქვს ძალიან ბევრი შოკოლადები, ჟელიბონები და ის რაც ყველა ბავშვს უყვარს და ახლა პარკის ტერიტორიაზე უნდა დაუმალო ეს შოკოლადები, ბავშვები ემზადებიან და ერთი სული აქვს როდის იპოვიან. მოკლედ ეხლა წამოდით ერთად დავუმალოთ. არც მართავ არ იცის და არც ბავშვებმა რომ როდესაც ამ შოკოლადებს იპოვიან და სხვებსაც გაუნაწილებენ, ბოლოს განსაკუთრებული საჩუქარი მაქვს ყველასთვის, რომელიც ერთ-ერთმა მაღაზიამ გამოგვიგზავნა და ძალიან ლამაზად არის შეფუთული და შიგნით არ ვიცი რა არის. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გაუხარდებათ, ამიტომ როგორც კი შოკოლადებს იპოვიან და დაარიგებენ, ეგრევე წავალთ და განსაკუთრებულ საჩუქარსაც გახსნიან. ამიტომ დაგველოდეთ და ბოლომდე გვიყურეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ. ახლოს ვარ, თქვით. ოპე, აბა. რამდენი საჩუქარი ვიპოვეთ, დამანახეთ? ერთი შოკოლადი, ორი შოკოლადი ვიპოვეთ ჯერჯერობით. მინიშნებას გაძლევთ თით, სადაც გავაჩერებ. ესე იგი, მაგ ადგილზეა ჩვენი შოკოლადები და ჟელიბონები, კაი? სადაც თითს გავაჩერებ, ესე იგი იქით უნდა წახვიდეთ. მართა, მანახე. ბურგერი და ტიკეტი. კიდე დაგვრჩა შოკოლადები, რომლებიც უნდა დავუმალოთ და ერთი არის ბუსკო ერცხი, რომელშიც სათამაშო დევს და გონი ყველას ეგ უნდა რომ მოძებნოს, ამიტომაც ცოტა რთული ადგილი მინდა რომ შევარჩიო ამ ბუსკ ვერცხისთვის და ეხლა ვეძებ. ხელში მიჭირავს ბუსკ ვერცხი, რომელიც ყველას უნდა რომ იპოვო, იმიტომ რომ შიგნით არის საჩუქარი, ამიტომ ყველაზე რთულ ადგილზე დავუმალო ბუსკ ვერცხს. აი ვეცდები რომ საერთოდ არც კი გამოჩნდეს და აი ნახეთ არც კი ჩანს. ძალიან ცოტაზე ჩანს აქედან, აი
თითქმის საერთოდ არ ჩანს. ძალიან საინტერესოა, ვინ იპოვის აი ამ ბუს კვერცხს. აი ამას დავმალავ ძალიან მარტივ ადგილზე. აი აქ დავდებ პირდაპირ და ვნახოთ ახლა რას იზავენ. ოპა. და ხლა ვისვენებ და ანუ ვიპოვო შოკოლადი და ბურგერი. მინდა რომ ვიპოვო ბუსკვერცხი და არ ვიცი რა ვისად არის. მანაბობ ძალიან ძნელ ადგილას არის დავალულიო და აუნეთ ბუსკვერცხი ვიპოვოთ არა? მე მინდა ბუსკვერცხი. მე ძალიან. სად იქნება? არ ვიცი. მანაბობ ძალიან ძნელ ადგილას არის, ავალუით საერთოდ არ ჩანსო. მართლა შენი აზრით? ხო, ჩემი აზრით მანდ იქნება. ჩემი აზრით რა ვიცი, სადღაც აი აქ ეს ადგილებში უფრო სადაც აი შეშეწყვეტებია. ავით. შოკოლადი ვარ დავკარგო. რა ვიპოვო, ვიყვირებ. აი იქ წავალ. ბუსკვერცხი უნდა ვიპოვო. ბუსკვერცხი. აი 7 მოთამაშე გყოლია. ამ 7 მოთამაშიდან რამდენმა იპოვა საჩუქარი? ხელი აიწიეთ. ანუ ყველამ იპოვა და ყველას აქვს საჩუქარი. ვის უნდა რომ ბუსკვერცხი იპოვოს? ვის უნდა? მინიშნება რა მან ვიდიქავ. აი სადღაც აქ არის რა. საინტერესოა მართლა ვინ იპოვა. ანუ აი ესე დავძლებოდი ბუჩქებში, უბრალოდ რომ მეპოვა. მოკლედ მეგობრებო, გავხსენი ჯერ ანუ არ ამიხსნია ეს თავსახური და ნახოთ ვარით იგრადებს. აი რა მხელა რაღაცა. პირველი არის სწორია კარები და არ სწორია კარებები. შემდეგი არის ეს საწოწნე ამფეტამინი. შენ იცი ეს რა არის? კი, მაგნეტია. ვაუ, მაგარია. და რასოზე იწყება? კაია. თავარი სათამაშო. ეს რო არის ხო რა? ხალხო ეს რა არის ხო? აი რა მაგარია. ვიცადეთ. ხოიმე ხდება. ხო. სამფაკარია შეხედეთ. კატა და ეს კროქს. საყვარლობა შეხედეთ. აი მეგობრებო, ესეთი რაღაც არის ამ ყუთში ზის ესეთი კადა. აი მეგობრებო, ესეთი საყვარელი რაღაც არის. აი და ესე მიდის. ახლა მეგობრებო, ბავშვებს დავურიგებ ჩუპაჩუპსებს. წავედით. მარტო. აი ამბავს. გეტყვით მეგობრებო, აი აღმავში რა მაგას ვიცი. მივედით. Darjava. Hey. Hey, it's. Our face. Gotta get the honest. Darjava. Hey, face. Our face. მანდა მითხრა რომ გამომიგზავნით რაღაც ძალიან მაგარი საჩუქარი და ეხლა მოვაგზავნე ძალიან მაინტერესებს რა არის. ერთი სული მაქვს როდეს გავხსნით. შენი აზრით რა იქნება? არ ვიცი. აი მიდი მოიტანე მანდა უკვე. საჩუქარი. პირველი წერილი. მაგარია. მოკლედ ძალიან მაგარია მეგობრებო და აქ რაღაც წერილია და მოდი წავიკითხოთ. მოკლედ წავიკითხოთ მეგობრებო წერილი.
გისურვებ, რომ შენი ყველა დღე იყოს სიხარულით სავსე და შენი ოცნებები ახტის. შენაირი კაშკაშა და უნიკალური ბავშვი ყოველთვის უნდა იყოს ბედნიერი, მართას დიდი სიყვარულით. ფერადი სამყარო რუსთავში და მაგარია. სიყვარულობა. კაი, ახლა გავხსნა თვითონ საჩუქარი. აბარე, ხო. ვაიმე, რა კარგად საყვარლა და შეფუჯული. მოეროხსნა. ეს დაიკავეთ რა. მოკლედ მეგობრებო, აი უკავსნით. გაიბანა. მათ მეგობრებო. რომაგარია! რომაგარია, შეხედით. მოკლედ მოდით გავხსნათ. ვაი. ვიცი რამდენი თოთები. ვაიმე. ვიცი რამდენია? გახსენი. ნახავთ! მოკლედ მეგობრებო, შეხედით რამდენი თათისქვეშებია. ეხლა გავაკეთებთ unboxing, თქო ჯერ არ დაწესხელი დახოთ და მერე გავიდაწილოთ. პირველი ესეთი დიდი და ულამაზესი თათისქვეში. შემდეგ ესეთი და კიდე თევზი მოყვება. კიდევ ესეთი თათი. მეგობრებო, იმდენი თათისქვეშია, რომ ყველას გვეყოფოდეს და გრჩება კიდეც. კიდევ არის ესეთი უდიდესი თათი. კიდევ არის აი ესეთი პატარები. ესეთის ქვიში რაღაც მეგობრებო და ამასაც გავხსნით. აუ ეს ესეც მეგობრებო, ესეთი პატარა მგონის ქვიშებია. საშლელია. არა, ქვიშებია. კიდევ მეგობრებო, ესეთი ქვიში. რაღაც საყვარლობა. ტორტის ქვიში. რა თქმა ნუ ხო. პენალი პენალი. შემდეგ ეს შეხედეთ რაღაცების, ფანქრების და პასტების ჩასადები. მოკლედ ესეთი კალამი მეგობრებო. და ეს ქვიშია. შემდეგი ესეთი კალამი. რა საყვარელი რაღაც აქვს. შემდეგი ჩუსტი კალამი. საყვარლობა და კიდევ ესეთი კალამი. ძალიან მომწონს კალმები. კარგი, შემდეგი პენალი. შეხედეთ რა მაგარია, ამასაც ვნახავთ აუცილებლად. მეგობრებო, ესეთი კალამი და ასევე ამ თათის ქვიშია. ეს არის სანოთი. და ეს რაღაც სანოთი. რა ესეთი საყვარელი სანოთი, შეხედეთ რა მაგარია. კაი, მოდით მეგობრებო, ახლა ეს ყველაფერი გავინაწილოთ. სულ არის 5 ცალი თუ 1 2 3 4 5 თათის ქვიში და კიდევ აქ ესეთი თევზი არის და ესენი პატარები არის. პირველი ესვის უნდა. მე. შენ გინდა? ესვის უნდა, აბა. მოდი, შენ აიღე მართლა ძალიან მამაზია. ესვის უნდა. ესვის უნდა. მოკლედ ამას დაჩის მივიცემ მეგობრებო. ეს რა შექმნას? და ანუ რა მაგრებია, შეხედეთ რა მღელებია. ეხლა გავანაწილოთ კალმები. პირველი ეს კალამი ბოდაჩის მოუნდება, იმიტომ რომ ძალიან საყვარელობაა და უფრო ნუ ხო დაჩის მოეწონება. შემდეგი ეს კალამი ვის უნდა? შენ აიღე. შემდეგი აი ეს ცის ქვიში კალამი. შენ გინდა? აიღე. ეს გინდა? აი რა მაგარია ესენი. ცუდე რა ფრათხა. აუ, შეხედეთ ის როგორი პირადი კალამია. ნახეთ რა მაგარია მეგობრებო, ძალიან ქვიშია და ეს ჩოსტია, ანუ სკაის თუ ჩაეწევა ჩავაცმევ. ძალიან მაგარი გიდეა მომივიდა. მოდით ეს ბებოს ხო აუზგეს დაბადების დღე და მან თუნდა მივიდეთ და მიულოცო და ეს ვაჩუქოთ მოდით. ძალიან საყვარელია. ამიტომაც ამას გადავინახავთ ბებოსთვის. ტორტის ქვიში. მეგობრებო, მოდით აი ეს საყვარლესი პენალი მივიცეთ ანანოს, რადგან მგონი ძალიან მოეწონება. თან პირველ კლასშია და ვაჩუქოთ რა. მადლობა. სტიჟი. მაგარია ხო? თან ძალიან კარგი, ეს მოდით მოგცემ შენ. აიღე. და ეგ დაჩის. ამას მეგობრებო მივცემ დაჩის, იმიტომ რომ სქვიშია და ძალიან მაგარია მგონი მოეწონება. იცისია თან. სანათი შენ გქონდეს ჩემო კარგო. მოკლედ ეს სანათი მე. და ეს რაღაც ქვიში მოდის ნიტას, იმიტომ რომ მოეწონება. ეხლა დავამბოქსინგო. ძალიან მაგარია. გავხსნა ახლა თუ რა ვეღარ. მე ეს უნდა გავხსნა. კაი. მოკლედ დაამბოქსინგოს ჯერ ანანომ თავისი პენალი და მე ჩემი სანათი. პენალი ესეთია. როგორ ვასწავს?
და აი ესეთია. მაგარია, აქ გონი ფანქრები უნდა ჩადო. ო რაღაცეებს ჩადებ მან. და კალმების ჩასადებია. ხო, და კიდევ აქაც რაღაცეებს ჩადებ. გონი და მაგარია, ძალიან ხო ძალიან მომეწონა. კარგით, ეხლა მოდით ჩემი ეს მეგობრებო თურმე სანათიც ყოფილა მგონი და ფანქრის გასათლელიც ხალხადვას მოიცადეთ გავხსნი ეხლავე და აბა ვნახოთ ჩემი სქუში. რა პატარაა თან ხალხა შეამჩნიეთ მოკლე ძალიან ძალიან დაშოკილი ვარ. ნუ მოკლედ რა აი ძალიან დაშოკილი ვარ კარგით მოკლედ აუ შეხედეთ ეს სანათი მეგობრებო და ას ითლება ფანქარი ხო აი აქ შეხედეთ ძალიან მაგარია და ესე დაიყენებ და შესაერთებელი აქვს აი მოკლედ მეგობრებო ეს უნდა დატენო და აი აქ ესე რომ ჩართავ შეხედეთ ეს აიმთო ცოტაზე მოკლედ უნდა დატენო ეს და შემდეგ ჩაერთვება და ფანქარსაც გათლი შუქიც გექნება და ძალიან საყვარლობა აი მეგობრებო შეხედეთ ჩაირთო და ძალიან საყვარელი არ ჩანს უბრალოდ ვარდასფერი. ხო ძალიან მაგარია და აქაც ფანქარს ჩადებ და გათლი ძალიან მაგარია ძალიან ყვაყოფილი ვარ კი ძალიან მაგარია და შემოწდა. მე ძალიან მომწონს სანათი. მოკლედ ძალიან მომეწონა მეგობრებო ჩემი საჩუქრები მგონთამათაც ყველას მომეწონა საჩუქრები და მოკლედ აი ძალიან ყვაყოფილი ვარ უბრალოდ და დიდი მადლობა ფერაცა მყავს ასეთი მაგარი საჩუქრისთვის საჩუქრებისთვის აი ესეთია ჩემი თათებს ქვიში. აუ რა მაგარია რბილია. შეხედეთ და აი ესეთი რბილია და ძალიან კარგია აი ჩემი გონი ძალიან კაი იქნება ნახეთ რა მაგარია. მოკლედ მეგობრებო ეს მაღაზია მდებარეობს რუსთავში ფანტანთან და აუცილებლად მეგობრებო მიდი და აი ესეთი მაგარი რაღაცეები რა გხდებათ უამრავი დისკუში და რავი საკანცელერიო ნივთები გონი მეგობრებო დღევანდელი ვიდეო ძალიან მაგარი გამოვიდა ამიტომაც დაგემშვიდობებით ნახვამდის.